სუფრაზე ყოველთვის პატრიარქის სადღეგრძელო გამორჩეულად და განსაკუთრებულად ითქმაოდა და ყველა დიდი სიყვარულით არის განწყობილი. გულში სულ მქონდა ხოლმე ეს რაღაც ხინჯად ერთი რამ რომ ესე იგი კი ჩვენ სიტყვით ლოცავთ, მაგრამ მამის დალოცა იმაზე უკეთესი რა იქნება, რომ შვილის ცხოვრების წესით მამამ გაიხაროს. ხო, ჩვენ ისე შვილები გვყავს, რომ შვილი გლოცავდეს, მაგრამ საქმით არ აკეთებდეს იმას, ხო, რაც ჩვენ გაგვახარებს, ხო არ იქნება ეს ჩვენი დღეგრძელობა. თუმცა ალბათ ადამიანს რაც შეუძლია იმას აკეთებს. ვიღაცას ჯერ სიტყვით შეუძლია. მაგრამ თუ დაფიქრდება ადამიანი მიხვდება, რომ მისი სიხარული და დღეგრძელობა ისაა, რომ შერო სწორი სულიერი ცხოვრებით იცხოვრებდა. ეს დღესაც შეიძლება რომ გაკეთდეს. რომ ადამიანებმა დაიწყონ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ცხოვრება. ანუ რაც აქამდე უთქვამს და რაც ჩვენს ყურამდე და მით უფრო გულამდე თუ მოსულა, რა, აი იმის შესრულება დაიწყოს ადამიანმა დღეს და ეს იქნება მისი გახარება და ეს იქნება ჩვენი გახარებაც, იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესრულება, ღვთის ლოცვა-კურთხევის შესრულება. მერტმა ის დაგვიდგინა ჩვენ, წყემსთავრად.